როგორც მოგეხსენებათ, ეს ჩვენი პირველი შეკრებაა. შეკრება, სადაც რეალურად ერთმანეთს ვეცნობით, ვცდილობთ, რომ მივიტანოთ ფეხბურთელებთან ის ყველაფერი. ეს იქნება დავალებები, თუ ეს იქნება მენტალური მხარე, ძალიანად ის ყველაფერი, რაც უკავშირდება იმას, რომ გუნდი რაც შეიძლება სწრაფად შეთამაშდეს პირველ რიგში და რაც შეიძლება სწრაფად შეიძინოს ხასიათი, რომელიც ესე გვეყდა დღეს. არის თამაშები, არის სიტუაციები და არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს და ხასიათი და სწორი მიდგომა საქმისადმი განსაკუთრებით მომენტი, როდესაც ლიდერი უნდა გამოჩნდეს მოედანზე, ეს იქნება ის ფეხბურთელები, რომლებიც წინა თაობებიდან მოდიან, თუ ახალი ფეხბურთელი, აი ამის პრობლემა ქონდა დღეს მოედანზე და ამ ხრივ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ზოგადად ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. თაობები იცვლება და ჩემი როგორც მთავარი მწვრთნელის და ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ მივიღოთ მაქსიმუმი იმ თაობებისგან, რომელიც ჩვენთან მოდიან. ზოგი თაობები რა თქმა უნდა ერთმანეთს არ გავს, ყველას აქვს თავის პლუს მინუსი. ჯერ ჩვენ ამ თაობის მაქსიმუმი რა თქმა უნდა არ გვინახია, უფრო პირიქით, ამიტომ მე იმას ვიტყობ, რომ შემდეგ შეკრებებზე უფრო დავლაგდებით და უკვე იმ მაქსიმუმს ვაჩვენებთ, რომელზეც მე მქონდა საუბარი. ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ის მომენტი, რომ შეიძლება მეორე შეკრებაზე იყოს რაღაც ჯგუფი ფეხბურთელების, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს, ახალი მოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონიათ ამხანაგური თამაშები და უკვე ოფიციალურ თამაშებში გვიწევს ფეხბურთელების დაკვირვება და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც თითქმის ორი ტაიმის დაახლოებით ალბათ 70-80% გაატარეს ბურთის გარეშე, თუმცა ნახეთ მათი მოძრაობა, ნახეთ მათი ინტენსივობა თამაშის დროს, ნახეთ ის, რომ საერთოდ არ დაგვიტოვეს თავისუფალი სივრცე და სწორედ ამიტომაც გაგვიჭირდა ძალიან თამაში. რეალურად სულ სხვა ტემპია, სულ სხვა რიტმია, სულ სხვა ინტენსივობა, ამიტომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ადაპტირება ამ ყველაფერთან და მე მქონდა ბიჭებთან საუბარი და მან საკუთარ კლუბებში უნდა გააკეთონ ამაზე აქცენტი, იმიტომ რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ იმ დღეებში, რაც ჩვენთვის არის გამოყოფილი თამაშისთვის მოსამზადებლად, ამ ყველაფერს მივახცევთ, ესე ვერ იქნება, ამიტომ თითოეულ ფეხბურთელის კანდიდატს მოუწევს ის, რომ საკუთარ კლუბებში იზრუნოს ამ ყველაფერს. რთული თამაში გამოვიდა მთლიან ჯამში, მეტის მოლოდინში ვიყავით ფეხბურთელებიდან დაწყებული სტაფის თითოეული წევრით დამთავრებული. ახალი შეკრებილები ვარ და დაგვეტყო რა თქმა უნდა, მაგრამ წინ არის ყველაფერი და არ უნდა გავჩერდეთ ამაზე და გავაგრძელოთ, რადგან ვფიქრობ დღესაც მოსაგები იყო ეს თამაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ 3 ფული დაგვეწყო, მაგრამ ეხლა ვეღარ შევწყვეტ ვერაფერს და უნდა მობილიზდეთ შემდეგ თამაშზე, რომ რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ ეს სიტუაცია.